რისთვის ემზადება ოპოზიცია და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საკითხზე განსხვავებული პოზიციებია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ერთადერთი არჩევნები, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. პარალელურად ამ დრომდე გაურკვეველია მოახერხებენ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ საერთო საკითხთან დაკავშირებით მათ კონსენსუსი აქვს, თუმცა რჩება თემები, სადაც სრულფასოვანი კოორდინაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ოპოზიციას ნულოვან შანსს უწინასწარმეტყველებენ მმართველ გუნდში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას თავად მოიპოვებენ. დღეს ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მისცემდა ქვეყანას ნორმალური პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნების შესაძლებლობას და ნებისმიერი ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ხელისუფლების ან სახელისუფლებო არხების მხრიდან არის ყურადღების გადატანის მცდელობა და ისევ ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ამ ვითარებაში შესაძლოა სახელმწიფო მიტაცებულია, როდესაც პოლიტპატიმრები ყავს რეჟიმს თქვათ აყვანილი, არავით არის საუბარი, არავით ადგილობრივ არჩევნებზე, არც საინტერესო არ არის, არც დროული არ არის და არც რელევანტური არ არის ჩვენთვის. თუ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნებსაც ჩვენ ვითხოვთ, გასაგებია ჩვენ მივიღეთ მონაწილეობას ახალ საპარლამენტო არჩევნებში და მას შემდეგ თუ იმავე დღეს რაც იქნება თვითმმართველობის არჩევნების სხვა, რა თქმა უნდა, მაშინც მივიღებთ და მოვიგებთ აბსოლუტურად ყველა ქალაქს. ოქტომბერზე საუბარი, როდესაც მარტია კალენდრით და საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგში არის ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების მიზანი დღის წესრიგის შესაცვლელად. შეუძლებელია, ამიტომ ცალსახად და მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ევროპული მომავლის და ევროპული კეთილდღეობის სანაცვლოდ არ იცვლება და ამ მიზნისთვის, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას. ვაპირებთ ყველა იმ რეგიონში, სადაც შედარებით მაღალი რეიტინგი გვაქვს, სადაც შეგვიძლია მაღალი ალბათობით გავიყვანოთ საკრებულოში ადამიანები, ვიპოვოთ წარმომადგენლები, პატიოსანი ადამიანები, ვისაც აღელვებს ადგილობრივი პრობლემები. დანარჩენ პარტიებსაც ეხება დიდად არ მაინტერესებს, რას გააკეთებ, იმიტომ რომ თუ არ მიიღება მონაწილეობას, უფრო მეტი სივრცე დარჩება მათ შორის ჩვენთვის, რომ უკეთეს შედეგი ვაჩვენოთ. ოპოზიციის დიდი ნაწილი ითხოვს არაუბრალოდ ვადამდელ არჩევნებს, არამედ სულ სისულელებას, სასამართლო რეფორმას, ცესკოს შემადგენლობასtildeობას და აბსურდს აქვს ადგილი, მაშინ რევოლუცია უნდა მოაწყოს. ასპარეზი დიდია, თუ ვინმეს უნდა დაამტკიცოს თავისი პოლიტიკური წონა, ღმერთმა ხელი მომმართოს, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ ტერმინს და აჩვენოს ქართულ ხალხს რა მხარდაჭერა აქვთ. მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი არის უფლებამოსილი ყველა ჩვენგანს მიუჩინოს ადგილი ქართულ პოლიტიკაში. ვერავით არის უცხოური ძალები ვერ მიუჩენენ ამ ადგილს და არ არიან უფლებამოსილი. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. და ხალხის ნება შეიძლება განისაზღვროს არა რაღაცა რეიტინგებით, არა გამოკითხვებით, არა ყალბი რაღაცა ნარატივებით, არამედ არჩევნებზე საარჩევნო ხუნტად.